შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო სადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. მარტოობა მე-6. დედის სიყვარულის სხივებ ქვეშ თვით ბუნება იღვიძებს. ანდერსენი. ქირურგი სიკო მოსაშვილი ყოველდღე დადიოდა ავადმყოფთან. კურნალობის პროცესში ქსოვილების არასაღი გრანულაცია, წვივტერფის სახსრებთან ჭრილობის ახლო არსებობა, კიდურის შეშუპება და ავადმყოფისათვის სიცხის მომატება ქირურგს საშიშრად მიაჩნდა და მის წინაშე რამდენჯერმე დაისვა საკითხი კიდურის ამპუტაციის შესახებ. ამავე დროს ქირურგს ეჭვი ჰქონდა მიტანილი სოლისებური ძვლის მოტეხილობაზე, თუმცა რენტგენოლოგიურად ეს დადასტურებული არ ყოფილა. ტერფის სურათი არ გადაუღიათ. ოჯახურ ბჭობაზე, რომელსაც ელენე, დათა, ექიმის სიკო მოსაშვილი და ტერეზას შვილობილი მარო ფრუიძეც დაესწრო, კარისმერეთში დეპეშის გაგზავნა უარყოფილ იქნა იმ მიზეზით, რომ კორნელი ყველაზე უმცროსი, ყველაზე საყვარელი შვილი იყო ტერეზასი და ამიტომ მისი დაჭრის ამბავი დედას თავზარს დასცემდა. მოხუცი და ავადმყოფი ქალი თბილისში ცოცხალი ვერ მოაღწევდა. კარისმერეთში გამგზავრება და თბილისში ტერეზას ჩამოყვანა მარო მიკისრა. ტერეზა და მარო სექტემბრის ბოლო რიცხვებში დილით ადრე ჩამოვიდნენ თბილისში. ტერეზას მაროსაგან გაეგო სუბუქად დაჭრა ვიღაც ჩხიკვაძემ კორნელი. დედამ ხნეობა გამოიჩინა. დინჯად და მშვიდად შევიდა ოთახში. შვილს გაუღიმა, ჩახკოცნა და საქმიანი საუბარი გააბა მასთან. კორნელი მაშინვე მიხვდა დედა რომ თავს იჭერდა. ხნეობას იჩენდა და საყვედურს არ ეუბნებოდა. ამან უფრო ააღელვა და თვალი მოარიდა. დედას ძალზე გამხდარი ეჩვენა კორნელი. ჩასulis დღიდანვე კარაქითა და კვერცხით კარგად ყვებავდა. მაროსაც ყურძენი ან სხვა რამე ხილი მოჰქონდა. მეგობრები ნიტო ჩიკვაიძე, პეტრე ცხომელიძე, გიგო თავაძე და კუკური ზარანდია ყოველდღე დადიოდნენ კორნელისთან. მალე კორნელის სანახავად გურგენ ეგნატაშვილის და გიორგი ნიკოლაძის მეთაურობით შევარდენის მთელი წვრთნელთა ჯგუფი მოვიდა. პოეტები პლატონ მოგველაძე, რაფიელ ახრედიანი, ლეონარდო ტაბატაძე და თეოფილ გოთუაც ესტუმრნენ. აგრეთვე ბატარეის უფროსი ალექსიძე, პოლკოვნიკი ჯიბო მაყაშვილი და სხვანიც. დედა გაოცდა, რა ფართო ნაცნობობა და მეგობრობა ჰქონია ჩემ შვილსო. მთელი ქალაქი კორნელის დაჭრაზე ლაპარაკობდა. ერთხელ ელოც ესტუმრა კორნელის. თაიგული მიუტანა და უთხრა: ნინო მოკითხვას გითვლით და წუხს, პირადად რომ ვერ ახერხებს თქვენს ნახვას. თქვენების არ რცხვენია, განსაკუთრებით კი დედა თქვენისა. რისთვის რცხვენია დედა ჩემისა? დედა კეთილი სამართლიანი ქალია. გარდა ამისა მან ჩვენ შესახებ არაფერიც არ იცის. გადაეცით ნინოს ჩემი მადლობა მოკითხვისათვის.
ნუღარ დამწყევლის, რადგან ბედი ისედაც ულმობელია ჩემს მიმართ. ელომ გულდაწყვეტით გაუღიმა და უთხრა, იგი ამიერიდან არც გწყევლით და არც ლოცულობს თქვენთვის. ლოცულობდა კი ოდესმე, ღიმილით ჰკითხა კორნელიმ, დამიჯერეთ, ლოცულობდა. მიუგო ელომ, რა ერთგული სათნო და კეთილი სული დავკარგე. ის მაინც იყოს ბედნიერი. დარდიანად განაცხადა კორნელიმ და თვითონვე მიხვდა, რომ ეს თეატრალური ფრაზა იყო, მაგრამ მან ელო ააღელვა. რისთვის დაჰკარგეთ ერთმანეთი მერე? არაფერი არ მოხდებოდა ის წყეული ქალი რომ გაგეგდოთ. ხედავთ მის გამო რა შეგემთხვათ. მის გამო? ელომ შიშით და რიდით დახედა ნახვევზე. გაფითრდა და ჩუმად ჩაილაპარაკა. წყეულიც იყოს ის ქალი. ის ქალი ჩემთვის ბედი მდევარი იყო. ახლა ყველაფერი გათავდა. ანგარიში გაუსწორე. ელო გაოცებით მიაშტერდა კორნელის. ეთყობოდა რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ ამ დროს ოთახში ტერეზა შემოვიდა. ელო შეკრთა და წამოდგა. კორნელიმ დედა გააცნო. სტუმარმა ბოდიში მოიხადა. მაპატიეთ ქალბატონო, ამდენი ლაპარაკით მგონი ავადმყოფი დავტანჯე. უი, არა, შვილო, პირიქით გაერთობა. მას დღედაღამ წიგნის კითხვა ქანცავს, შეხედეთ როგორ გახდა. ელომ სათნო ღიმილით გადახედა დედას და შვილს. ორივენი გამხდარნი იყვნენ და ძლიერ ჰგავდნენ ერთმანეთს. განსაკუთრებით შავი, შუქიანი, ლამაზი თვალებით. ცოტა ხნის მერმე ელომ მაჯის საათს დახედა. საქმე მაქვს, მოიმიზეზა. ტერეზას და კორნელის დაემშვიდობა და წავიდა. მაგას ავადმყოფობა და უცნაურობა სრულიად ვერ შევნიშნე. ალბათ ოხერი ქმარი შეხვდა და ისურევდა გზას და კვალს. სწორედ მშვენიერი ქალია, კოხტა, ტანადი, ლამაზი. ბევრ მამაკაცს ასეთი სუსტი, ტანწერწეტი ქალი მოსწონს. კაცია და გუნებაო, მიუგო კორნელიმ და ამოიოხრა. დედა მაშინვე მიხვდა. ჭრილობის ტკივილის გამო რომ არ ოხრავდა ახლა შვილი. ალბათ ნინო მოაგონდა და ის ტანჯავსო, გაიფიქრა. ტერეზა სასთუმალთან ეჯდა შვილს და განზრახ კარისმერეთის ამბებს უყვებოდა. მაგრამ შვილი არ უსმენდა. იგი ჭერს მიშტერებოდა, საკუთარ ფიქრებს გაჰყოლოდა და ზრდილობისათვის დედას დროდადრო თავს უქნევდა. თითქოს უსმენს და ეთანხმებაო. მაგრამ ტერეზას მოტყუება ძნელი იყო. არ აღირს ფიქრი ისეთ ქალებზე, რომელთა სიყვარულს უბედურება მოაქვს. მე სულ სხვა რამე მაწუხებს. იცრუა კორნელიმ. მაინც თუ ეს ჭრილობა მალე არ მომირჩა, პრაქტიკულ მეცადინეობაზე ვერ ვივლი და წელიწადი გამიცდება. მიუგო შვილმა. უი, არა შვილო, შეწუხდა დედა, ნუ ხელავ, ჭრილობა მალე შეგიხორცდება. ცოტა ხნის მერე ნაცნობებმა და მეგობრებმა სიარულს უკლეს. თითქო კორნელი ყველას დაავიწყდაო. მხოლოდ კუკური ზარანდია დადიოდა დღეგამოშვებით. სანდრო ხოტივარი კი შაბათობითა და კვირაობით. ტერეზას ეცოდებოდა პატარა ბნელ ოთახში მარტო მიტოვებული, ლოგინა ჩავარდნილი ვაჟკაცი. 1000 ერთხელ თუ შემოვიდოდა ავადმყოფთან თავისი საქმით, დარბაზობით, სტუმარ მასპინძლობით გართული დეიდა ელენე და მისი ქმარი, დირექტორი დათა მიქელაძე. დედა კი არ შორდებოდა, იქვე ტახტზე მიეგდებოდა, როგორც ერთგული მისი მცველი და გუშაგი. იგი იყო ახლა კორნელის ნამდვილი მეგობარი და მესაიდუმლე. მან იცოდა შვილის ბედნიერებისა და უბედობის გაზიარება. უმალვე გაიგებდა მის გულის თქმას. სხვა ვინღა დარჩა კორნელის.
დედაზე უფრო საყვარელი და მახლობელი. სატრფო თავისი წრის მარწუხებით შეკრული აღმოჩნდა. მისმა მშობლებმა კორნელი შეიძულეს, ბოლშევიკად მონათლეს და ნინოს დააშორეს. კორნელი მათ შეიძულა თავადების, დიდრებისა და თილისტერების ბუდეები. ყველაზე ახლობელი და შეფიცული მეგობარი გიორგი ცაგურიშვილი თურქებმა ომში მოუკლეს. მხატვარი მიხა მაჭავარიანი არაკაცი აღმოჩნდა და ისე როგორც ავხორცი მარგარიტა, კორნელიმ ისიც მოიშორა. სანდრო ხოტივარი და კორნელი სხვადასხვა აზრის იყვნენ და მათი გზები გაიყარნენ. თანამოაზრე მეგობრები მიტო ჩიკვაიძე, გიგა ხუციშვილი და პეტრე ცხომელიძე კი რამდენიმე ხანია არ ჩანდნენ. წყეულმა დომენტი მელაძემ, ჩხიკვაძემ და ჯორბენაძემ თუ დააპატიმრეს, ფიქრობდა კორნელი. იგი მარტოობას გრძნობდა. მხოლოდ დედა იყო მისთვის ერთადერთი ნუგეში. მასთან უყვარდა შვილს საუბარი და მის წინაშე თავის გეგმებისა და გულის ნადების გამჟღავნება. დედა ტკივილს უამებდა, ყველაფერში ეთანხმებოდა და არ ედავებოდა. ერთ რამეში უწევდა მხოლოდ მეტოქეობას და ისევ სიკერპეს იჩენდა. ეს მაშინ, როდესაც შვილი საკარმიდამო ფართობის გარეში არსებული ზედმეტი მიწების ღარიბ გლეხებზე უსასყიდლოდ გადაცემას ურჩევდა. შვილის უზომო სიყვარულის გამო ბოლოს დედამ ესეც დათმო. ქონება საფლავში ხომ ვერ ჩავიტან, თუ ყველას ერთი ხვედრიელის, და მეც ეს მელოდეს, ოღონდ თქვენ იყავით შვილებო ჯამრთელი, სახელოვანი და ბედნიერიო, ეტყოდა. კორნელის მხოლოდ ის აწუხებდა, დედა რომ ადრე მოტყდა, მოხუცდა, დასნეულდა და სიმსივნე კიდევ უფრო მომატებოდა. ქირურგმა სიკო მოსეშვილმა ოპერაცია შესთავაზა, მაგრამ ტერეზა არ დათანხმდა. არასოდეს კორნელის ისე მწვავედ არ უგრძნია დედის დაკარგვის საშიშროება, როგორც ახლა, ავადმყოფობისა და მარტოობის დროს. მიუხედავად თავისი სიბერისა და სისუსტისა, ტერეზა ისევ ჩინებულად უვლიდა შვილს. იგი ექიმის თანაშემწის როლს ასრულებდა, თავს დასტრიალებდა კორნელის, საჭირო რეჟიმს იცავდა, დილას აღამოს სიცხეს უზომავდა, წამლებს ასმევდა, კარგად ყვებავდა, ბალხსავით ეფერებოდა, ართობდა, ტკივილს უამებდა და შავ ფიქრებს უფანტავდა. კურნალობამ თავისი შედეგი გამოიღო და ავადმყოფს მალე უკეთესობა დაეტყო. რა წამს კორნელიმ უკეთესობა იგრძნო, მაშინვე მეცადინეობას მიჰყო ხელი. დამშვიდებული დედა კარის მერეც გაემგზავრა იმ აზრით, რომ იქ ჭირნახული მოეწია და მერმე კვლავ შვილთან ჩამოსულიყო. ახლა სრულიად მარტო დარჩა კორნელი. მეგობრები ისევ არაჩანდნენ. მხოლოდ კუკური ზარანდია შემოირბენდა დღე-გამოშვებით. ლექციები, კონსპექტები და სახელმძღვანელოები მოჰქონდა. იგი მასთან ერთად ამზადებდა მედიცინის საგნებს და გვიან ღამით მიდიოდა შინ. ახლა კუკური მას უკლოს სიარულს. სტუდენტებმა პროფესორის ხელმძღვანელობით ანატომიურ მუზეუმში პროზექტურაში გვამებზე მუშაობა დაიწყეს და კუკურიც დროს ვერ შეულობს. მე კი ალბათ კიდევ დიდხანს ვიქნები ამ საწოლზე მიჯაჭვული და ალაჰმა უწყის, როდის შევძლებ ყავარჯნებით სიარულს და ქალაქში გასვლას, ფიქრობდა კორნელი.